ნუ თუ ლიბერალი ებრაელები ხვდებიან, რომ მათი მემარცხენე მოკავშირეები უბრალოდ აღარ არიან მათთან. ეს არის კითხვა, რომელსაც ბევრი ებრაელი დემოკრატი უნდა უსვამდეს საკუთარ თავს, როცა ამ გზაზე ფიქრობენ. მათი პარტნიორები არა მხოლოდ ამკვიდრებენ ანტისემიტებს, მაგალითად მემარცხენე კონგრესის ჯგუფის წევრებს, არამედ ნაცისტებსაც კი იწონებენ. დატატუებული ქალებზე მოძალადე, ისრაელის კრიტიკოსი გრეჰემ პლატნერი სენატის კანდიდატად წარადგინეს მეინში და შესაძლოა იგივე გააკეთონ აბდულ საიედთან მიჩიგანშიც. ბრუკლინის კოოპერატივებიდან, რომლებიც ისრაელს ბოიკოტს უცხადებენ, მათამდე ვინც აიპაკის დემონიზაციაზეა შეპყრობილი. დემოკრატები და პოლიტიკური მარცხენა ეუბნებიან ებრაელებს, რომ ისინი არ არიან მისაღები, მაგრამ დარჩებიან თუ არა მათი ერთგული ებრაელი ამორჩევლები მათთან. შემდეგ გადაცემაში იფიქრე ორჯერ ჩვენ განვიხილავთ ამ და ბევრ სხვა საკითხს პოლიტიკაში, მედიასა და კულტურაში საღი აზრის კრახის შესახებ. კოლუმნისტსა და პოდკასტერის კეროლ მარკოვიცთან ერთად. გამარჯობა და კეთილი იყოს თქვენი მოგზაურობა გადაცემაში იფიქრე ორჯერ. უფრო საღ სამყაროში გრეჰემ პლატერი იქნებოდა მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა კონდეს დამახინჯებულ ადამიანს, რომელსაც სიმდიდრე აქვს ადგილი მთავარ პოლიტიკაში. მაგრამ 2026 წელს პლატერი უბრალოდ უცნაური ადამიანი არ არის, რომელსაც კანადაში ბევრი ჩონჩხი აქვს და პატარა შტატში პრაიმერი მოიგო. ის არის ადამიანი, რომელზეც ეროვნული დემოკრატიული პოკრატიული პარტია და მათი მრავალი დონორი და ამომრჩეველი იმედს ამხარებს, რომ წელს მათთვის სენატში კონტროლს მოიპოვებს. და ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც სხვა შემთხვევაში ესეთ ადამიანს რესპუბლიკური პარტიის დეგენერაციის მტკიცებულებად ჩათვლიდნენ, თუ ის მათი კანდიდატი იქნებოდა. ახლა უბრალოდ არ ამართლებენ მის მხარდაჭერას. მათ იგი ენთუზიაზმით მიიღეს, რადგან სამყაროში, სადაც პოლიტიკა ახლა იმ როლს ასრულებს, რასაც ადრე რელიგია ასრულებდა ადამიანების ცხოვრებაში, ყველაფერი მისაღებია, თუ ეს მათ საშუალებას აძლევს დონალდ ტრამპის დამარცხებაში. და როცა ვამბობ ყველაფერი, ეს მოიცავს ქალების შევიწროებას, ანტისემიტურ რიტორიკას ისრაელის მიმართ და რა თქმა უნდა, ნაცისტურ სტატუსსაც. თუმცა პლატნერი მხოლოდ ყველაზე გამორჩეული მაგალითია იმისა, თუ რამდენად დამახინჯებული გახდა ამერიკული პოლიტიკა და მასზე მომუშავე მედია. ეს მხოლოდ ანტისემიტიზმის დისკურსში გაბატონებას არ გულისხმობს, არამედ იმ ებრაელების მზადყოფნასაც, რომლებიც ამ ყველაფრით შეშინებულები უნდა იყვნენ, რადგან ეს მათაც ეხებათ, მაგრამ მზად არიან თვალი დახუჭონ ამაზე საკუთარი პარტიული აკვიატებების გამო, რაც მათივე უსაფრთხოებას ეჯახება. პოლიტიკაში, მედიასა და კულტურაში მემარცხენე სიგიჟე, რომელსაც მარჯვენაზე არსებული ანტისემიტური სიგიჟეც ემატება, ნორმად იქცა. ამ საკითხის განსახილველად გაგვიმართლა და ამ კვირას გვყავს ჩვენთან პოლიტიკის, მედიისა და კულტურის ერთ-ერთი ყველაზე გონიერი დამკვირვებელი. კეროლ მარკოვიცი არის New York Post-ისა და Fox News-ის კოლუმნისტი და წიგნის Stolen Youth-ის თანაავტორი. ის არის კეროლ მარკოვიცის შოუს წამყვანი და ასევე თანაწამყვანი გადაცემისა ნორმალი. ორივე პოდკასტი გადის iHeart Radio-ზე. კეროლი დაიბადა საბჭოთა კავშირში და გაიზარდა ბრუკლინში. ახლა ის ცხოვრობს სამხრეთ ფლორიდაში თავის მეუღლესა და სამშვილთან ერთად. Carol Marcos, კეთილი დაბრუნება გადაცემაში Think Twice. გამარჯობა ჯონათან, ძალიან მიხარია ყოფნა. გამარჯობა კეროლ, დიდი მადლობა რომ დღეს შემოგვიერთდი. ბევრი თემაა სასაუბროთ, მაგრამ მინდა დავიწყო იმით, რომ გითხო, რა ხდება იმ ქალაქში, რომელიც გიყვარს, მაგრამ დატოვე. ჩემთვისაც ასეა. ბევრი ადამიანი ნიუ-იორკის გარეთ ცდილობს შეამციროს ზორა მოუდანის მნიშვნელობა და ის, რასაც ის აკეთებს. რადგან ფიქრობენ, რომ ნიუ-იორკი ამერიკაშია და მნიშვნელობა არ აქვს, თუ ის ცდილობს იქ სოციალიზმის, კომუნიზმის აღორძინებას, ეს მაინც არასდროს იმუშავებს. ხო. მაგრამ როგორ ფიქრობთ, რა გავლენას ახდენს მისი ეკონომიკური სიგიჟის და ანტისემიტიზმის პოპულარიზაცია ამერიკულ კულტურაზე, როცა ამას აკეთებს იმ ადგილას, რომელიც ჯერ კიდევ ამერიკის ყველაზე დიდი ქალაქია და გარკვეულწილად კვლავ მედიის დედაქალაქია. მე ვფიქრობ, რომ ცუდი იდეები გადამდებია. ასე რომ აზრი თითქოს ზორანუნდანი უნდა უგულებელყოთ, სულელურია. პირველ რიგში საქმე მხოლოდ მის ეკონომიკურ პოლიტიკებში არ არის. ეს მხოლოდ მისი, იცით, ებრაელთა სიძულვილთან ფლირტი არ არის. არის კიდევ ბევრი სხვა რამასე, რაც ვფიქრობ, იცით, ის ისე აჩვენებს თავს თითქოს ბედნიერი ადამიანია. და როგორ შეიძლება არ მოგწონდეს ეს ბედნიერი ღიმილიანი ადამიანი? და ეხლა მისი მხარდამჭერები ამბობენ რაღაცებს, მაგალითად, მოგწონს ნიქსის გამარჯვება. ნახე, სოციალიზმმა ეს გააკეთა. მაგრამ უფრო მეტიც, კარგია, ხუმრობაა ცხადია, მაგრამ უფრო მეტიც ისინი ამბობენ რაღაცებს, მაგალითად, ნახე, დანაშაულის დონე ნიუ-იორკში შემცირდა. ეს იყო სოციალიზმი.
ეხლა ჩვენ ვიცით რა თქმა უნდა, ასე არისო. ჩვენ ვიცით რომ მიზეზი იყო პოლიციური კონტროლი და ისიც რომ თანამდებობაზე დატოვეს იგივე შესანიშნავი პოლიციის უფროსი. ასევე ის ფაქტი რომ ის მერად სულ რამდენიმე თვეა მუშაობს. ასევე ის ფაქტი რომ ჩვენ ახლახან გამოვედით კოვიდის წლებიდან, როცა დანაშაულის დონე ძალიან მაღალი იყო. ეს ყველაფერი, იცით, თითქოს ერთიანდება და ცვლის იმას, რაც ნიუ-იორკში ხდება. და ის იწერს დამსახურებას იმაზე, რასთანაც არანაირი კავშირი არ აქვს. სხვა შტატები ამბობენ, რომ იქნებ ეს არც ისე ცუდი იყოს, იქნებ ჩვენი საკუთარი სოციალისტის არჩევაც არც ისე ცუდი იყოს. მადლობთ რომ მოусმინეთ Think Twice. მიუხედავად იმისა, თუ რომელ პოდკასტ პლატფორმაზე გვისმენთ, ან თუ პირდაპირ ეთერში გვიყურებთ Facebook-ზე, X-ზე ან JNS-ის YouTube არხზე, გთხოვთ მოიწონოთ და გამოიწეროთ JNS. დააწკაპუნოთ ზარზე შეტყობინებებისთვის და დაგვიტოვოთ კარგი შეფასებები. ასევე გარდა Think Twice-ის არსებობს ჯონათან ტობინის ყოველდღიური პოდკასტიც, სადაც კიდევ უფრო მეტ სიახლესა და ანალიზს გიზიარებთ იმ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელთა წინაშეც დღეს ვდგავართ. ყოველდღიურ გადაცემას შეგიძლიათ იპოვოთ JNS-ის არხზე, სახელწოდებით ჯონათან ტობინის ყოველდღიური, სადაც არ უნდა უსმენდეთ პოდკასტებს. და ახლა დაუბრუნდეთ დღევანდელ პროგრამას. დიახ, ვფიქრობ ეს სამართლიანია. და რა თქმა უნდა, მოგვიანებით ვისაუბრებთ დემოკრატიული პარტიის მომავალზე და იმაზე, როგორ იხრება ან უკვე მიისწრაფვის მარცხნივ. მაგრამ მოდი ყურადღება გავამახვილოთ ერთ ამბავზე, რომელსაც ვიცი რომ ყურადღებით ადევნებდით თვალს. რადგან ბრუკლინი ძალიან კარგად იცით, იქ დიდი ხანი ცხოვრობდით. ამიტომ პარკ სლოუპის საკვები კოოპერატივის ამბავი თქვენთვის კარგად ნაცნობია. მაგრამ კიდევ ერთხელ, არის თუ არა მათი ბოიკოტი ის ფაქტი, რომ მათ მისცეს ხმა ისრაელის პროდუქციის ბოიკოტს, უბრალოდ მაგალითი იმისა თუ როგორ ახერხებენ ექსტრემისტები დომინირებას ღრმად ლიბერალურ ურბანულ გარემოში. თუ ეს გვიჩვენებს რამეს იმაზე თუ როგორ აწყდებიან მემარცხენე ებრაელები ანტისემიტურ წაკეზებას, მაშინაც კი როცა ისინი თავს ყველაზე კომფორტულად გზნობდნენ და რეალურად არ ეწინააღმდეგებიან ამას რაიმე თანმიმდევრული გზით, ორივეა, ვფიქრობ, ისეთ ადგილებში, რომლებიც ღრმად ლიბერალურია, ყველაზე ხმამაღალი ხმები, რა თქმა უნდა, დომინირებენ. და ეს ხმამაღალი ხმები ყოველთვის უკავშირდება ძალიან მემარცხენე პოლიტიკას. მე პარკ სლოუპში ვცხოვრობდი, სანამ გადავიდოდით, ან მე ბრუკლინის უფრო შორეული ნაწილიდან ვარ, რასაც მე სიყვარულით ნამდვილ ბრუკლინს ვეძახი. მაგრამ მე იქ ცხოვრობდი, ჩვენ პარკ სლოუპში რამდენიმე წელი ცხოვრობდით, სანამ საბოლოოდ არ გადავედით. და იქ ყოფნა სრული სიგიჟე იყო. ეს იყო ადგილი, სადაც პანდემიისა და ჯორჯ ფლოიდის აჯანყებების დროს პოლიციის დაფინანსების შეწყვეტის ნიშნები 4 მილიონიან ბრაუნსტოუნებზე ეკიდა. და ეს იყო ისეთი ადგილი, რომელიც სულ უფრო და უფრო შორს მიდიოდა. ბავშვებს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ აქციებზე დახავდათ. სინამდვილეში ბავშვებს ყველა სახის საკითხის წინააღმდეგ აქციებზე დახავდათ. და თუ რამეს იტყოდიან გააკეთებდი, რაც წესებს ცდებოდა, თუ საკმარისად მარცხნაფთის პოზიციაზე არ იდგებოდი, სერიოზულ წინააღმდეგობას მიიღებდი. ეხლა როცა ამას ვამბობ, ჩემს თავზე არ გულისხმობ, რადგან მე კონსერვატორი ვარ. ისინი ამას საკუთარ მხარესაც უკეთებდნენ. მემარცხენეები აიძულებდნენ ენასა და პოზიციებს თავიანთ ლიბერალებს. იმ ლიბერალებს, რომლებიც ზოგადად მათთან ერთ გუნდში არიან, და მათ შეძლეს, რომ ისინი ძალიან კარგად დაემორჩილებინათ ამ ხაზს. მაგალითად, მათ აიძულეს, რომ აღარ დაეცვათ არგუმენტი, თითქოს სკოლები უნდა გახსნილიყო კოვიდის დროს, რადგან ეს მემარჯვენე პოზიციად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ეს ადამიანი მაინც აგზავნიდა თავის შვილებს სკოლაში. შეიძლება ისინი კერძო სკოლაში დადიოდნენ, ან თავიანთ სახლში ზღვისპირას ცხოვრობდნენ და იქ აგზავნიდნენ შვილებს სკოლაში. ან ჯგუფი შექმნეს, ან სხვა რამე გააკეთეს. მათ თავიანთი შვილებისთვის გამოსავალი იპოვეს, მაგრამ ხმამაღლა თქმა არ შეეძლოთ, რომ სკოლები ყველასთვის უნდა გახსნილიყო. და იმ დროს ამას უყურებდი და ვფიქრობდი, ეს არის ის თანასწორობა, რისთვისაც ზაფხულში მსხვილობებში მონაწილეობდით. აი ესე გამოიყურება თანასწორობა, როცა მხოლოდ ზოგიერთი ბავშვი დადის სკოლაში და ისიც მხოლოდ მაშინ, თუ ისინი მდიდრები არიან. და საბოლოოდ რაც ხდება, არის ის, რომ მემარცხენეები აჩუმებენ იმ ოდნავ ნაკლებად მემარცხენე ჯგუფს, ლიბერალებს, და საბოლოოდ აიძულებენ მათ ხაზს გახუნენ. ეხლა არიან ადამიანები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან პარკ სლოუპის საკვებ კოოპერატივს. იცით, ბოიკოტი რამონ მაისლინი არის ონლაინ აქტივისტი, რომელიც აქტიურად მონაწილეობს დებატებში და ბრძოლაში და ამბობს, რომ ის პარკ სლოუპელია, ის ლიბერალია და ამბობს, რომ ეს მიუღებელია. მაგრამ ზოგადად ლიბერალი ებრაელები ძალიან ჩუმად არიან იმაზე, რასაც მემარცხენეები აკეთებენ. და არ ჩანს, რომ ისინი მალე რაიმეს იტყვიან. და გეტყვით და შეიძლება ამაზე წარსულშიც გვისაუბრია, მაგრამ 2019 წელს პარკ სლოუპში ჩვენი სინაგოგა დავტოვეთ. რადგან იქ იყო აქტივისტი რაბინი, რომელსაც სიტყვების პოვნა არ შეეძლო, რომ ეთქვა რამე იმის შესახებ, რომ ებრაელებს ბრუკლინის ქუჩებში რეგულარულად სცემენ.
რადგან რა თქმა უნდა თავდამსხმელები წითელ ქუდებს არ ატარებდნენ. ისინი საერთოდ არ იყვნენ ის ადამიანები, ვის წინააღმდეგაც იმედოვნებდა რომ იდგებოდა. ასე რომ როცა ანტისემიტები არ იყვნენ ის ადამიანები, ვისაც ის ელოდა, მან წლების განმავლობაში ჩუმად იყო ესეთი თავდასხმების შესახებ. და ბოლოს ჩვენ თქვით, უნდა წავიდეთ აქედან. ხო, ფიქრობ იცი, იქ დინამიკა ესეთია. ეს დაახლოებით ისეა, როგორც თუ ისტორიას იცნობ, ეს პოპულარული ფრონტის მსგავსია. მარცხნივ მტრები არ არსებობენ. ხო, ფიქრობ ეს ჯერ კიდევ აქტუალურია. და გულწრფელად რო თქვა გარკვეულწილად, იცი, მარჯვნივაც არიან ადამიანები, რომლებიც იმავე თამაშს თამაშობენ. მარჯვნივ მტრები არ ყავთ. ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ. მაგრამ ვფიქრობ, რომ შიში იმისა, რომ ვერ დაეციო ნებისმიერ ლიბერალურ ტენდენციას ძალიან ძლიერია. და ვფიქრობ, ეს განსაკუთრებით ძლიერია ლიბერალი ებრაელებისთვის, ვისთვისაც ეს, იცი, ფაქტობრივად რელიგია. ეს შეცდომა. ეს არის შეცდომა, რომ მათ ეს რელიგია დაქციეს. რადგან ახლა მათი რელიგია აღარ სურს მათთან კავშირი და ისინი დარჩნენ რელიგიით, რომელიც მთლიანად პოლიტიზებულია. ეს უფრო პოლიტიკური მოძრაობა გახდა ვიდრე რელიგია. ხო, და ვფიქრობ, როგორც ისეთი ანტიისრაელური, ანტისემიტური, ანტიციონიზმი, რაც ანტისემიტიზმია, არა მხოლოდ ნორმად იქცა, არამედ დოგმადაც კი იქცა. განსაკუთრებით მხარად დემოკრატიულ ანკლავებში და მთელ ქვეყანაში ვრცელდება. იცი, ჩემთვის ეს ძალიან საინტერესოა. იცი, კიდევ ერთი ნიუ-იორკის ოლქი, სადაც დენ გოლდმანი, რომელიც შენც იცი, ერთადერთი ებრაელი დემოკრატი დარჩა. ერთადერთი ებრაელი დემოკრატი, რომელიც ნიუ-იორკს წარმომადგენელთა პალატაში წარმოადგენს და რომელიც ორთოდოქსი ლიბერალია. ის იყო იურისტი, იცი, პრეზიდენტ ტრამპის ერთ-ერთი იმპიჩმენტის დროს. და ის ისევ ამ საეჭვო რეპუტაციით აგრძელებს კამპანიას. და იცი, მისი სანდოობა კიდევ უფრო უნაკლოვერ იქნებოდა თუ ლიბერალი დემოკრატი ხარ. მისი ერთადერთი ნაკლი მემარცხენეებისთვის ისაა, რომ ის რაელის წინააღმდეგი არ არის. ის არც ისე გულმოდგინედ პროისრაელურია, თუმცა მისი ცოლი შეიძლება ცოტა უფრო მეტად იყოს. მაგრამ ამჟამად ის თავის პრაიმერიში ბრედ ლანდერთან, ანტისიონისტ ებრაელთან 30 ქულით ჩამორჩება. და ეს საკმაოდ საინტერესო დინამიკაა, არა? და ვითხოვდი, რომ ბრედ ლანდერი სულ ცოტა ხნის წინამდე საკუთარ თავს ანტისიონისტ ებრაელად არ მიიჩნევდა. ის ითხოვდა, რომ სიონისტია, სანამ მემარცხენეებმა არ უთხრეს, რომ ამის თქმა აღარ არის მისაღები და თუ მას სურს იყოს მათი კლუბის ნაწილი და მას მართლაც ძალიან უნდა იყოს მათი კლუბის ნაწილი, ეს იდეა, რომ შეგიძლია სიონიზმი ან ისრაელი მოიშორო და იყო ისეთი ებრაელი, რომელსაც ისინი მიიღებენ და შეიყვარებებენ, სინამდვილეში არასდროს მუშაობს. ეს არასდროს მუშაობს. რომ შეგიძლია იყო ანტისიონისტი, ან თქვა, რომ ისრაელი არ გაინტერესებს, ან რაიმე მსგავსი, აიბაკის წინააღმდეგი. აიბაკი მემარცხენეებისთვის ბოროტებად იქცა, სადაც და მემარჯვენეებისთვისაც ეს სრულიად ზომიერი ორგანიზაცია, ეს პაკი, რომელიც მე ყოველთვის საკმაოდ ლიბერალურად მიმაჩნდა, მიუღებელი გახდა. დიახ, და სწორადაც, რადგან ორპარტიულობის რწმენა ამ ორგანიზაციის ბირთვი იყო. ორპარტიულობა, ორი სახელმწიფოს გადაწყვეტა. ორი სახელმწიფოს გადაწყვეტა ძალიან მემარცხენე პოზიცია იყო. და ეხლა ეს მიუღებელი პოზიცია. გულისხმობ, რამდენიმე წლის წინ AOC-ს მოუწია უკან დაეხია ორი სახელმწიფოს გადაწყვეტის მხარდაჭერიდან. მან თქვა, რომ მხარს უჭერდა ორი სახელმწიფოს გადაწყვეტას, რადგან ადრე ასე ამბობდნენ ლიბერალები. და მერე მიხვდა, მოიცა, ჩვენ ამას აღარ უჭერთ მხარს. არ ვიცი, ბრედ ლანდერს არავინ უწევს წინააღმდეგობას, რადგან მას ძალიან იცავს ლიბერალური მედია და მისი პარტიის მემარცხენეები. მაგრამ არ მგონია, რომ შეძლოს პასუხისგაცემა რაში შეჯერა სინამდვილეში. არ მგონია, რომ საერთოდ რაიმე სწამს. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ადამიანი, რომელსაც საერთოდ არ აქვს რაიმე რწმენა. და ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მიიღოს ძალა უფლება და იყოს გუნდის ნაწილი. დიახ, ვფიქრობ, იცით, არ მინდა პროგნოზების გაკეთება, რადგან პროგნოზებს არ ვაკეთებ. ამ სფეროში საკმარისად დიდი ხანია ვარ და ვიცი, რომ ეს სულელური საქციელია. მაგრამ როცა უყურებ ბრედ ლანდერს, რომელიც ფაქტობრივად მაოს თამაშობს დენ გოლდმანთან, ვფიქრობ, რომ 2 ან 4 წელიწადში შენი რიგი იქნება. მისი რიგი იქნება. ფიქრობ, ამაზე ფულსაც დავდებდი. შეიძლება 2-დან 4 წელიწადში არ იყოს, შეიძლება 5 ან 10 წელიწადში, მაგრამ საბოლოოდ მისი რიგი აუცილებლად დადგება. მას აღარ შეეძლება ამ ყველაფრის გაძლება. გულისხმობ, რომ AOC-ს და ბერნი სანდერსაც ის სიტყვებს აწყვეტინებენ იმის გამო, რომ საკმარისად ანტიისრაელურები არ არიან. ისინი საკუთარ ადამიანებსაც კი ესხმიან თავს, აი ესე იქცევიან. ეს ერთგვარი შიდა თვითგანადგურებაა. ამიტომაც ყოველთვის ძალიან კომფორტულად გრძნობდი თავს, როგორც ღია კონსერვატორი.
თუნდაც მყარად დემოკრატიულ ბრუკლინშიც კი, რადგან მე თქვენი ნაწილი არ ვარ. ან ჭირდება ის სიტყვები თქვა, რაც თქვენ გინდათ. რომ თქვა, ჩვენ მათი არ უნდა გვეშინოდეს, ხომ ასეა? საერთოდ არა. და ეს ძალიან განმათავისუფლებელია. და ყოველთვის ვეუბნები ჩემს ისეთ მემარცხენე ებრაელ მეგობრებს, შეგიძლიათ უბრალოდ გადადგათ ნაბიჯი ამ ყველაფრიდან. არ გჭირდებათ მონაწილეობა. როგორც ჩანს, შენი მონაწილეობაა ის, რაც ასე გაშინებს. და როცა აღარ მონაწილეობ, თავს ძალიან თავისუფლად გრძნობ. ხო. ეხლა კი თუ ოდნავ გავაფართოვებთ ჩვენს ხედვას, ვფიქრობ, ამჟამინდელი საუკეთესო მაგალითი არა მხოლოდ ანტისემიტიზმის, არამედ ყველა სახის ცუდი ქცევის პარტიულობის სახელით ნორმალიზაციისა არის გრეჰემ პლატერი. რას ამბობს ეს დემოკრატებზე დღეს, რომ ისინი უბრალოდ ზიზღის მიუხედავად კი არ იტანენ მათ, არამედ სრულად იღებენ? და მე უბრალოდ ერთ ანეკდოტს მოგიყვებით. მე ნიუ-იორკში ვიყავი გასულ კვირას. სინამდვილეში კარნეგი ჰოლში ვიყავი, კაფეში ვიჯექი და ჩემს საქმეს ვაკეთებდი. როცა ორი მაღალი კლასის ქალბატონი, ალბათ ებრაელები, მაგრამ ამაზე არ მიკითხავს, გვერდით დამიჯდა. ისინი ნამდვილად არ ატარებდნენ რაიმე, იცით, ტყავს ან დავითის ვარსკვლავს, მაგრამ ძალიან ხმამაღლა ლაპარაკობდნენ იმაზე, რომ გრეჰემ პლატერი არც ისე ცუდი ბიჭია. და მე ვფიქრობდი, რატო უსმენ ამას, მაგრამ დაახლოებით ასე იყო. კი ის მართლა, იცით, ადრე ახალგაზრდა იყო და ეხლა ნორმალურია. ვფიქრობ, მართლა უნდა ვცადოთ რომ მოგწონდეს. და ბოლოს ეს მანდატი მართლა გჭირდება. ასე რომ გრეჰემ პლატერი ვფიქრობ გახდა არა მხოლოდ საინტერესო ისტორია იმის შესახებ თუ როგორ შეიძლება, იცით, შეშლილი და ცუდი ქცევა მიღებულ იქნას. არამედ იმის შესახებაც თუ როგორ დაეშვა მთლიანი დემოკრატიული პარტიის კულტურა და მის გარშემო არსებული ლიბერალური კულტურა. იცით, დაღმასვლაზე წავიდა. და სად არიან ებრაული ორგანიზაციები ამ საფეხზე? სად არიან ებრაული ორგანიზაციები, რომლებიც 100 წელზე მეტია დემოკრატებს გვერდში უდგანან და ამბობენ, არა, ეს ჩვენთვის ზღვარია. და იცით, როცა ამბობენ, რომ ეს მემარჯვენეებშიც ხდება, გარწმუნეთ, მე არასდროს დაუჭერ მხარს ვინმეს, ვისაც ნაცისტური ტატუ აქვს. ეხლა იტყვი, ხო რა? ხო, იცი, ის აზრი, რომ თითქოს ერთნაირები ვართ, არა, ჩვენ არ ვართ ერთნაირები. დიახ, რა თქმა უნდა, მემარჯვენეებში ანტისემიტებიც იქნებიან, ეს აშკარაა. ყოველთვის ვამბობ, რომ ეს არ ნიშნავს თითქოს ანტისემიტიზმი ზოგ ადგილებში არ იარსებებს. მაგალითად, მე ფლორიდაში ვცხოვრობ. აქ ებრაელად ყოფნა ძალიან კომფორტულად მიგრძნობს თავს. ეს არ ნიშნავს, რომ აქ ანტისემიტები არ იქნებიან. ის რეაქცია მნიშვნელოვანი, რომელსაც არაებრაელებისგან ელოდები. და გრეჰემ პლატნერის რეაქცია იყო, რომ ხო, ჩვენ ეს ადგილი გჭირდება. და ის ფაქტი, რომ ებრაელებს მოუწევთ ამ კაცის გვერდით დადგომა და მისი მხარდაჭერა. მე ამას ვამბობ, მაგრამ იცით, ეს არ იქნება ბოლ შემთხვევა, როცა ისინი ვინმეს მხარს დაუჭერენ, ვისაც ნაცისტებთან კავშირი აქვს. და მართლა სჭირდებათ დაფიქრება, რას აკეთებენ. და ყველა ეს ებრაული ორგანიზაცია, რომელსაც ყოველთვის უსარგებლოდ და უაზროდ მივიჩნევდი, ეხლა უფრო უაზროები არიან, ვიდრე ოდესმე. მათი სრული სიჩუმე და მორიდებულობა ამ ყველაფრის წინაშე იმდენად მიუღებელია. და უბრალოდ ის ფაქტი, რომ ამ კაცზე არაფერი აქვს სათქმელი, სასაცილოა. უბრალოდ მეწოდებიან. ხო, და რა თქმა უნდა, ეს ასევე ეხება ქალთა ჯგუფებს და ჟურნალისტებსაც. დიახ, ასეა. ხო. იცი, ჩვენ ერთ-ერთი New York Times-ის ჟურნალისტი, რომელიც იყო ერთ-ერთი წამყვანი, ის ჟურნალისტი, რომელიც რამდენიმე წლის წინ მეცის ბრალდებას მიყენებდა, ახლა ტელევიზიაშია. ფაქტობრივად ამართლებს მას და თავს ესმის ერთ-ერთ იმ ადამიანს, რომელმაც გამოააშკარავა, რომ ის ქალების მოძალადეა. მართალია. ანუ გულისხმობ ჯონათან, მათ ეს ადგილი სჭირდებათ, რადგან სიუზან კოლინსი, სუპერ მემარჯვენე, უნდა შეჩერდეს. და ეს შემაძრწუნებელია. სინამდვილეში შემაძრწუნებელია, რომ ისინი მზად არიან ყველაფერი უგულებელყონ იმისთვის, რომ შეაჩერონ სენატის ყველაზე ზომიერი წევრი, ადამიანი, რომელიც ყველაზე ნაკლებად არის კონსერვატორი. სენატში, ტრამპიზირებული რესპუბლიკელი ამ სენატში. აი ვისთანაც აპირებენ ყველაფრის გაწივას, ბიჭთან, რომელსაც ნაცისტური ტატუ აქვს და საეჭვო წარსული. და კიდევ ერთი რამ არის, ეხლა ივნისია. ჩვენ ჯერ გრეჰემ პლატერზე ამბების მცირე ნაწილიც კი არ ვიცით. თუ ივნისშივე ეს გამოდის სააშკარაოზე, წარმოიდგინე რა გამოვა ოქტომბერში. ხო. იცი, ეს ძალიან საინტერესოა. მინდა ვთქვა, რომ ეს იქნება ძალიან საინტერესო ტესტი. მეინი თავის პოლიტიკურ კულტურას ფლობს, როგორც ყველა შტატი. იცი, კოლინსი სენატში იქ გარკვეული მიზეზით დარჩა. ის მათი ტიპის კანდიდატია. ამიტომ რესპუბლიკელებმა, იცი, მემარჯვენე რესპუბლიკელებმა სხვაგან არ სცადეს მისთვის პრაიმერის კონკურენტის სამოგენება. და სწორადაც მოიხსნენ, რადგან ეს კარგი იდეა არ იქნებოდა.
მაგრამ იცი, ეს საინტერესო ტესტი იქნება, რომ ნახოთ რამდენ ფულს ჩადებენ დემოკრატები, ეროვნული დემოკრატები მასში და იმუშავებს თუ არა ეს რეალურად. ხო, და კიდევ ის იდეა, რომ ებრაელ დონორებს მიმართავენ, რომ დააფინანსონ ის და ისინი ამას გააკეთებენ, რადგან ეს მათი გუნდიაო? ხო, უბრალოდ არ ფიქრობ, რომ მარჯვენა ფლანგზე მსგავს კავშირს იპოვი. არ ფიქრობ, რომ ნახავ ანტისემიტურ უკიდურეს მემარჯვენე კანდიდატებს, რომლებსაც ნაცისტური ტატუები აქვთ და AIPAC-ს შეურაცხყოფელად იყენებენ და ამავდროულად ებრაელი კონსერვატორი დონორები უჭერენ მხარს. ეგ უბრალოდ არ არსებობს. ხო, ეს დიდი განსხვავება. ეხლა პლუტონის თემას რომ თავი დავანებოთ, უფრო ფართო კითხვა მაქვს. ფიქრობთ, რომ დემოკრატიულ პარტიაში კიდევ დარჩა ადგილი ისრაელის მხარდამჭერი პოლიტიკოსებისთვის? გულისხმობ იმას, რომ მიჩიგანის პრაიმერისში კიდევ ერთი საინტერესო სენატის არჩევნებია, სადაც აბდულ საიდი, რომელიც ღიად ანტისემიტი და ისრაელის წინააღმდეგია, ეჯიბრება კიდევ ერთ მემარცხენეს, მალორი მაკმოროუს, რომელიც უბრალოდ ცოტა ნაკლებად ექსტრემალურია მალურია. ისიც ანტისახელმწიფოებრივია, მაგრამ იცით, ნამდვილად ანტისახელმწიფოებრივია. და ასევე არის ზომიერი, ისრაელის მხარდამჭერი დემოკრატი ჰეილი სტივენსი, რომელიც სინამდვილეში იცით, AIPAC-ის წინააღმდეგიც კი არ არის. მაგრამ როგორ ფიქრობთ, ვინმეს მაგალითად ჰეილი სტივენს შეუძლია გაიმარჯვოს? ეს საკმაოდ საინტერესოა, თითქოს მონეტის აგდებას გავს, როგორ დასრულდება ეს რბოლა. მაგრამ ფიქრობ, რომ ვინმეს, ვინც ისრაელის წინააღმდეგი არ არის, აქვს რაიმე შანსი, რომ გახდეს დემოკრატების საპრეზიდენტო ნომინანტი 2028 წელს? არა, ახლო მომავალში არა. და ვფიქრობ, ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი ნიშანი იქნება მემარცხენე ებრაელებისთვის, თუ სად არის მათი ადგილი. და იმედი მაქვს, რომ ისინი ბოლოს და ბოლოს გამოიღვიძებენ და მიყვებიან ამ ნიშანს. ვერ ვხედავ, რომ შემდეგი დემოკრატი, რომელიც პრეზიდენტად იქრისკენს, რაიმე პოზიტიურ სიტყვის ისრაელზე. ან რაიმე ფორმით წაახალისებს ამ ურთიერთობას. და სასაცილო ის არის, რომ მიუხედავად იმისა, რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ მემარჯვენეებზე, იგივე პრობლემებით თავს დაუდებ, რომ JD Vance არაპირებს ანტისამი ისრაელის რესპუბლიკელად იყაროს კენჭი. ის და ალბათ იცით ითვლება, ჩვენ არ ვიცით. ეს ყველაფერი ჭორებია და მეორადი ინფორმაცია, მაგრამ ის იმ ოთახში თითქოს ანტისამი ისრაელის ბიჭად ითვლება, ხო ასეა? ეს არ არის პითეკი. ჰექსეთი ნაკლებად აღფრთოვანებულია. ის ნამდვილად არ არის ამით აღფრთოვანებული, ხო? და მაინც მე შემიძლია წარმოვიდგინო, რომ ის იყრისკენს როგორც საკმაოდ ტრადიციული რესპუბლიკელი, საკმაოდ ტრადიციული რესპუბლიკური შეხედულებებით ისრაელზე. და ნახე, მართალია ეს თემა მემარჯვენეებში ნაკლებად პოპულარული გახდა, როგორც მემარცხენეებში, მაგრამ ეს სიძულვილისა და ღვიძლიანობის იმ დონესაც კი არ უახლოვდება და უბრალოდ პოლიტიკური მიზანშეწონილობაა, ხო ასეა. შენ მიჩიგანი ახსენე. ვერ წარმომიდგენია პრო-ისრაელ რესპუბლიკელს, ან დემოკრატს ალბათ. მიჩიგანში კენჭის კრაში მონაწილეობა ეხლა უკვე გადაჭარბებულად მეჩვენება, რადგან მათ იქ სულ უფრო მზარდ მუსლიმ მომრჩეველზე უწევთ გათვლა და იმის თქმა უწევთ, რაც გამარჯვებისთვის სჭირდებათ. ასე რომ ეს დემოგრაფიის საკითხი გახდა, მაგრამ მემარცხენე მხარესაც ეს უკვე იმაზეა, ვინ მართავს და მათთვის მემარცხენე ფრთამ აბსოლუტურად ჩაიგდო პარტია ხელში. ეს აღარ არის უბრალოდ ბაზა ან პერიფერია. ეხლა ისინი არიან პარტია. დიახ, ვფიქრობ ეს მართალია და ვფიქრობ თქვენ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან საკითხს აღნიშნოთ. პირველი, იმიგრაცია ამ ისტორიის ნაწილია. ამ ქვეყანაში მასობრივი რაოდენობით ადამიანების შემოყვანა, რომლებიც ანტისემიტური ქვეყნებიდან მოდიან. სწორია. ამან ნამდვილად მოახდინა გავლენა. ნიუ-იორკში ეს ნამდვილად იგრძნობოდა. დიახ, და ამან უფრო ფართო გავლენაც მოახდინა. რა თქმა უნდა, ეს გავლენას ახდენს მიჩიგანის პოლიტიკაზე, მაგრამ იცით, ეს ვრცელდება. და ეს არის ის, რასაც ცდილობდი დამატებას, რომ როცა ლიბერალ ებრაელებს ვაკრიტიკებ, ჩემი კრიტიკის ნაწილი არ ეხება აუცილებლად ებრაულ საკითხებს. ეს ეხება კონსერვატორებსა და ლიბერალებს შორის განსხვავებას. და ბევრი ლიბერალური საკითხი, რომელსაც ისინი უჭერენ მხარს, ბევრი პოზიცია, რომელსაც ისინი იზიარებენ, ზიანს მიაყენებს მათ და უკვე აყენებს კიდეც. და იმიგრაცია ამ სიის სათავეშია. მაგალითად, მე ემიგრანტი ვარ. მე ლტოლვილი ვიყავი. მე არ ვარ იმიგრაციის წინააღმდეგი. მაგრამ ის, რაც ბაიდენის წლებში საზღვარზე ხდებოდა, არის ლიბერალური პროექტის დასასრული, რომელსაც ისინი ასე უჭერენ მხარს. თქვენ ვერ შეძლებთ იმ ტიპის ლიბერალიზმს, რომელსაც ისინი ისურვებდნენ და ამავდროულად ღია საზღვარს. თქვენი იდეები არანაირ აზრს არ შეიცავს და ეს არის ის, რასაც ყოველთვის ვეუბნები მათ. თქვენ უნდა გქონდეთ თვითგადარჩენის გარკვეული ინსტინქტი. ეს იდეები, რაც გაქვთ, პირველ რიგში არ მუშაობს. არავის არ დახმარებია. მაგრამ მეორეც ჯერ საკუთარ თავზე უნდა იზრუნოთ ცოტათი მაინც, სანამ სხვებზე, ჯგუფებზე და ასე შემდეგ იზრუნებთ. დიახ, ეს ძალიან მართალია.
და ეს არის რაღაც, რაც ძალიან რთულია ლიბერალი ებრაელებისთვის, რადგან იცით, ისინი მხოლოდ სოციალურ სამართლიანობას არ ეთაყვანებიან, რაც მათთვის ლიბერალური პოლიტიკის კოდია. მაგრამ იცით, ისინი უნივერსალისტები არიან. იცით, ისინი ფიქრობენ, რომ საკუთარი ხალხის დაცვა, იცით, თითქოს უნივერსალიზმი და პარტიკულარიზმი ორივე არსებობს იუდაიზმში. მაგრამ მათთვის ეს ბალანსი სრულიად დარღვეულია. ბალანსი საერთოდ არ არსებობს. სრულად. ხო. ისინი თავს არაკომფორტულად გრძნობენ. ანუ მე გავიგე, იცი, ამის კლასიკური მაგალითიც კი არსებობს და ამაზე ადრე ამ პოდკასტშიც მისაუბრია. მაგრამ იცი, ჯეისონ ალექსანდერი, რომელიც ებრაელი მსახიობი მსახიობია და ცნობილია სეინფელდში მონაწილეობით და რომელიც ძალიან ებრაულია იმ მხრივ, რომ იცი, ის რეალური ებრაული ორგანიზაციებისთვის რაღაცებს აკეთებს. ის თავის ებრაელობას არ მალავს, მაგრამ მას უსაუბრია იმაზე, თუ რამდენად არაკომფორტულად გრძნობდა თავს, როცა იცი, ებრაელი ბავშვებისთვის ლაპარაკობდა, რომლებიც ჰამასის მიერ მძევლად იყვნენ აყვანილი. იმიტომ რომ ასევე იყვნენ, იცი, მას არ უნდოდა მხოლოდ ებრაელი ბავშვები გამოეკო, განსხვავებით იცი არაბი ბავშვებისგან, რომლებიც შეიძლება იტანჯებოდნენ. ანუ ეს სიგიჟეა. ეს სიგიჟეა, რადგან ლიბერალი ებრაელები ელოდნენ, რომ მათი ლიბერალი მოკავშირეები მათ გვერდით დადგებოდნენ. მაგრამ როცა ასე არ მოხდა, მათ მაინც არ ჩაერთოთ თვითგადარჩენის ინსტინქტი და არ თქვეს, კარგი, ეხლა მარტო ვართ, ეს ჩვენ თვითონ უნდა გავაკეთოთ. მაინც ვერ შეძლეს ამის გაკეთება. და აი ეს არის ის ნაბიჯი, რომელსაც უბრალოდ ვერ ვიგებ. კარგი, მესმის, გონია რომ მეგობრები შენს გვერდით არიან და უცები ხედები გარშემო და მარტოდ გახარ, მაგრამ მე როგორ ვერ იცავ საკუთარ თავს. მე როგორ არ დგები და არ აკეთებ იმას, რაც გადარჩენისთვის გჭირდება. ხო, ეს აბსოლუტურად მართალია. და იცი, ეს ტრაგიკულია, ისევე როგორც პოლიტიკურად უცნაური. ეხლა როგორც უკვე თქვი, ამ საკითხებში რესპუბლიკელებთან ძლიერი კონტრასტია, მიუხედავად ანტისემიტი პოდკასტერების ხმაურის. რესპუბლიკური პარტიის თანამდებობის პირები თითქმის ერთხმად პროისრაელურად არიან განწყობილნი, განსაკუთრებით ახლა, თომას მასის დამარცხების შემდეგ. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ გამოკითხვებს ახალგაზრდებსა და ახალგაზრდა რესპუბლიკელებში, ისევე როგორც ახალგაზრდა დემოკრატებში, დარწმუნებული ხარ, რომ ასე გაგრძელდება. დარწმუნებული? მეტნაკლებად ვფიქრობ, როცა ეს ახალგაზრდა ამორჩევლები ასაკში შევლენ, უფრო გონიერნი გახდებიან და მათი შეხედულებები ცოტათი უფრო გამოკვეთილი იქნება. და ისინი აღარ მოექცევიან ასე ადვილად იმის გავლენის ქვეშ, რასაც ინტერნეტში, რილებში ან TikTok-ზე გადააწყდებიან. ფიქრობ, ეს ცვლილებას მოიტანს. მაგრამ ფიქრობ თუ არა, რომ პროისრაელურმა ორგანიზაციებმა ზოგადად კარგად შეძლეს მესიჯის მიწოდება ან რაიმე სახის ადვოკატირება. არა, ასე არ ვფიქრობ. და რეალურად არც ერთი კონსერვატიული ებრაული ორგანიზაცია არ აკეთებს ასეთ რამეს. რა თქმა უნდა, არსებობს კონსერვატიული ებრაული ორგანიზაციები, მაგრამ არც ერთი მათგანი არ აკეთებს საზოგადოებასთან მუშაობას, სათქმელის მიტანას ან მსგავს რამეს. და ვფიქრობ, ამ მხრივ ძალიან ჩამორჩებით. მართლა ასე ვფიქრობ. იდეა, რომ ახალგაზრდები ჩვენს წინააღმდეგ მიდიან, შეიძლება მართალია, მაგრამ ისინი ახალგაზრდები არიან. მათზე გავლენის მოხდენა ადვილია, მათ შეუძლიათ აზრის შეცვლა. ასე უნდა შევხედოთ ამ საკითხს. ამას უნდა შევხედოთ როგორც შესაძლებლობას, რომ დავიწყოთ დიალოგი და უგეთესად ვაწარმოოთ ეს საუბრები. ასევე ვფიქრობ, რაც მართვა მაწუხებს, არის ის, რომ ხშირად და ეს მხოლოდ ებრაელ მშობლებს არ ეხება, მშობლებს ძალიან უჭირთ თავიანთი ღირებულებების შვილებთან გაზიარება. ეს ჩვენთვის გაუგებარია. და მე ბეთანი მანდელი და მე თქვენს გადაცემაში ვიყავით მას შემდეგ, რაც ჩვენი წიგნი Stolen Youth დავწერეთ. და ძალიან ბევრი მშობელი მოგვივიდა და გვითხრა, იცით, მე ფაქტობრივად დავკარგე ჩემი შვილი, როცა ის უნივერსიტეტში წავიდა და კომუნისტი გახდა. და ამას ებრაელი მშობლებისგანაც ხშირად ვისმენ. მაგალითად, ჩემი შვილები ანტი-ისრაელელები ხდებიან. მე ვეკითხები, სახლში ეს საკითხი განიხილეთ, მაგალითად ისაუბრეთ თუ არა იმაზე, რატომ არის ისრაელი მნიშვნელოვანი, არა მხოლოდ ებრაელი ხალხისთვის, არამედ დასავლური სამყაროსთვისაც და ასე შემდეგ. და ისინი მეუბნებიან, არა, არ მისაუბრია. და მე ამბობ, არ მინდა თქვა, რომ რაღაც გამოგრჩათ, მაგრამ სწორედ აქედან იწყება ყველაფერი. ეს იწყება თქვენს სახლში, სადაც ესაუბრებით თქვენ შვილებს და აუცელებთ გარკვეულ მესიჯს, და სწორედ ეს უხერხულობას უქმნის ადამიანებს. თითქოს არ უნდათ თავიანთი შვილების ტვინის გამორეცხვა, კარგი? მაშინ ისინი TikTok-ზე ტვინს ურეცხავენ. თქვენ მაინც სხვებს ანდობთ მათ პრობლემებს და ინფორმაციას. სრულიად სხვებს ანდობთ მათი აზრების ჩამოყალიბებას, ამ აზრების ფორმირებას, როცა ისინი თინეიჯერები არიან. თქვენ ამბობთ, მოდი სხვან გააკეთოს ეს. და მე ჩემ შვილებს ყოველთვის ვეუბნები, ჩემი აზრი სწორია. იცით და ისინი იცინიან ამაზე, მაგრამ მინდა რომ ასე დაინახონ ეს, ანუ მე ეს აზრი უბრალოდ არსაიდან არ მომცვლია. აი, ჩემი გამოცდილება, აი, ინფორმაცია, აი, რა მინდა რომ იცოდეთ და გაიგოთ.
და კიდევ ერთი რამ არის ის, რომ თქვენ უნდა გყავდეთ შვილები, რომლებიც შეგედავებიან. მინდა რომ ჩემმა შვილებმა იკამათონ ჩემთან. თუ ისინი ამას ვერ შეძლებენ, მაშინ მე ვიგებ. და ჩემი აზრი ხდება მთავარი მათ ოჯახში. მაგრამ ყოფილა შემთხვევა, როცა ჩემმა შვილებმა პოლიტიკურ კამათში დამამარცხეს. და არ ვფიქრობ, რომ მშობლებს უნდა ეშინოდეთ შვილებთან კამათის ან იმის თქმის, რომ ჩვენ ოჯახში ასე გვჯერა. ხო, ვფიქრობ ეს არის ფუნდამენტური კითხვა, რომელიც გაცილებით ცდება დღევანდელი პოლიტიკის ფარგლებს. ეს ეხება, იცით, მშობლობის გარკვეულწილად ჩავარდნას და იმას თუ როგორ ვაბარებ განათლებას სხვებს. არა მხოლოდ სკოლებს, რომლებიც იდეოლოგების გავლენის ქვეშ არიან. ხო, არამედ სოციალურ მედიასაც, რომელიც იცით, მუდმივად არის მათი ცხოვრების ნაწილი. თუ არ გამოხვავით ისინი დანარჩენი სამყაროდან, რაც უმეტესობას არ შეუძლია ხომ ასეა, ან არ გააკეთებს. ხო, ზუსტად ესეა. ეს არის ზღვა, სადაც ისინი ცურავენ და თუ არ აღჭურვოთ მათ. ასწავლეთ მათ ცურვა. მართალია. და ძალიან ბევრი განსაკუთრებით ლიბერალი ებრაელები ამაში საშინლად ცუდები არიან. ამიტომაც კარგავენ ისინი თავიანთ შვილებს. ისინი ამაში საშინლები არ იქნებიან, როგორც აბორტის საკითხში. ისინი არიან თითქოს. ასე ვფიქრობს ჩვენს ოჯახში აბორტის საკითხზე. ისრაელზეც რატომ ვერ ამბობთ? ასე ვფიქრობთ ჩვენს ოჯახში ისრაელის საკითხზე. არ ვფიქრობ, რომ იქ რაიმე განსხვავება. ვფიქრობ, რასაც ისინი აბორტზე ამბობენ, არის ჩემი აზრით სწორია. ეს არის ის, რაშიც უნდა გჯეროდეს, შეგიძლია იგივე სხვა თემებზეც გააკეთო და უნდა გააკეთო კიდეც. დიახ, ნამდვილად. სანამ რესპუბლიკელებს დავტოვებთ, მინდა ცოტა ხნით დავბრუნდე Vance-თან, J.D. Vance-თან, რომელიც როგორც იცით, ძალიან საინტერესო ისტორიის მქონეა. და იცით, ის ჯერ კიდევ აშკარად ლიდერია და მისი რეიტინგი ამ კვირაში გაიზარდა აშკარად ირანის შეთანხმების გამო, რაზეც შემდეგ ვისაუბრებთ, რაზეც მინდა შემდეგ ვისაუბრო. მაგრამ ჩემთვის კითხვა არ არის, ითქვის თუ არა ის, ასე ვთქვათ, საყოველთაოდ მიღებულ პროისრაელურ განცხადებებს, როცა პრეზიდენტად იღრის კენჭს. მან ეს უკვე გააკეთა 2020 წელს მანამდე. გულისხმობ იმას, რომ ის წავიდა კუნისის ინსტიტუტში, რომელიც საშინელი ანტი-ისრაელის ანალიტიკური ცენტრი არის. და იქ მან ძალიან პროისრაელური, ძალიან კარგი პროისრაელური სიტყვა წარმოთქვა იმის შესახებ, თუ როგორ არის ისრაელი იდეალური, იცით, მაგა ამერიკის მოკავშირე. მაგრამ ჩემთვის მთავარი საკითხი მისთვის არის, ისევ იქნება თუ არა თაკერ კარლსონის მეგობარი. ის ისევ ნეიტრალური იქნება, როგორც შარშანიკო, Turning Point-ის კონფერენციაზე. ნეიტრალური კარლსონის ანტისემიტიზმის საკითხთან დაკავშირებით. ეს არის ჩემთვის მის შესახებ საინტერესო კითხვა. ვფიქრობ, გასულ წელს ბევრი რამ მოხდა მას შემდეგ, რაც ის Turning Point-ის კონფერენცია გაიმართა, ხო? უკვე 6 თვე გავიდა. ხო, 6 თვე. სწორია, ხო. მაინტერესებს, ახლა იგივეა თუ არა. ანუ როცა ამას ვწერთ, ის დღეს მეგინ კელის შოუშია. ეს ნიშნავს, რომ ის ტაკერ კარლსონის შოუშიც მივა, ნიშნავს, რომ მივა, ის ციგნის ტურნეზეა. და ტაკერ კარლსონის შოუ ნამდვილად ლოგიკურია ციგნის ტურნესთვის, მაგრამ მართვა აპირებს იქ მისვლას. მე ვფიქრობ, რომ ეხლა ის ბევრად უფრო ფრთხილად აფასებს, ტაკერის მხარდაჭერა და ტაკერთან ასოცირება მისთვის კარგია თუ ცუდი. და ნახეთ, შეიძლება ტაკერთან მეგობრობა რესპუბლიკური პარტიისთვის გამორიცხული არ იყოს, თუმცა მე ასე დარწმუნებული არ ვარ. მე ვფიქრობ, რომ უნდა იყოს. მართალია. ან უბრალოდ არ ვიცი, რომ აუცილებლად არ იქნება ასე, მაგრამ ეს ნამდვილად დიდ გავლენას მოახდენს საერთო არჩევნებზე. და მე ვფიქრობ, რომ J.D. Vance ის ტიპის ადამიანია, რომელიც ბევრ ნაბიჯს წინასწარ ხედავს. ასე რომ თუ ნახავთ, რომ ის ტაკერის შოუში მივა და უბრალოდ იცით, პირველ რიგში ვფიქრობ, ეს ნიშნავს, რომ მას აწუხებს სად იმყოფება მომავალ რესპუბლიკელთა პრაიმერში. რადგან სხვა შემთხვევაში არანაირი აზრი არ აქვს მისთვის იმ შოუში წასვლას. მაგრამ ეს ასევე ნიშნავს, რომ ის მასთან ერთად აზრებსაც იზიარებს და სწორედ ეს იქნება იმ მომენტში მთავარი ნიშანი. მე J.D. Vance ცოტა მეტი შენწყნარებლობა მაქვს, ვიდრე ბევრ ებრაელ კონსერვატორს. მხოლოდ იმიტომ, რომ ვფიქრობ, მის შესახებ რასაც ვისმენთ, უმეტესად მეორადი ინფორმაცია. და როგორც უკვე ვთქვი, მე არ ვიქნები ებრაელი, რომელიც ნაცისტური ტატუს მქონე კანდიდატს უჭერს მხარს. ამას მეტაფორულადაც გულისხმობ. თუ J.D. Vance-ისგან პირდაპირ დავინახავ მსგავს ქცევას, ან ენას, რომელიც ჩემთვის მიუღებელია, ან ზღვარს ცდება, მაშინ დავასრულებ მასთან ურთიერთობას. მაგრამ ჯერ ასეთი რამ არ მინახავს. და ვფიქრობ, ნიშნულოვანია, რომ კონსერვატიულმა ებრაელებმა გააცნობიერონ, რომ ბევრი ამბავი, რომელსაც ვისმენთ Vance-ზე, იმის შესახებ, რას ფიქრობს Vance, ან როგორი აქვს Vance-ის მსოფლმხედველობა, თავად Vance-ისგან არ მოდის.
ხო, მან ამ საკითხში ძალიან სტრატეგიულად იმოქმედა და ასევე პოლიტიკაში დიდხანს არ არის. გულისხმობ იმას, რომ ეს სულ ახლახან იყო. 2021 წელს ის უბრალოდ ერთი რიგითი კაცი იყო, რომელიც ოჰაიოში სენატორობაზე იკრიდა კენჭს. უბრალოდ ბევრ კანდიდატს შორის. და ეს სასაცილოა. იმ დროსაც კი ვფიქრობდი, რომ ის შესანიშნავი იყო, მაშინც ფიქრობდი, რომ JD Vance საუკეთესო არჩევანი იყო. სრულად ვაღიარებ, ძალიან ენთუზიაზმით ვიყავი მის მიმართ. და ასევე მახარებდა ისიც, რომ ტრამპს მისი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად შერჩევა სურდა. იმიტომ რომ ვფიქრობდი მისი იდეები მუშათა კლასთან მისვლაზე, ბევრ საკითხზე, სხვაგვარად ფიქრზე, ეროვნული კონსერვატიული თვალსაზრისი, ნამდვილად აზრიანი იყო. დიახ, ჩვენ არ ვართ მოტყუებულები. ჩვენ იქ არ დავჩვებით მხოლოდ იმიტომ, რომ იცით, თუ რამე შეიცვლება, ჩვენი აზრით შეიცვლება. დიახ, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ მას შემდეგ რაც ის turning point-ში წავიდა და თქვა, რომ არ ვიქნები განსჯითი იმაზე, რას ამბობს ბენ შაპირო ანტისემიტიზმზე და რას ამბობს ტაკერი, სწორედ მაშინ თქვი JD Vance-ზე ჩემთვის ამით დასრულდა. შეიძლება ისევ დავბრუნდე? შეიძლება, მაგრამ მგონია რომ არ. მაგრამ კიდევ ერთხელ ვითხოვდი, რომ მაშინ ტაკერი ძალიან დიდხანს ძალიან ფრთხილად საუბრობდა ყველაფერზე. მაშინაც კი მყავდა ებრაელი მეგობრები, რომლებიც ვერ ხვდებოდნენ, რატო შევიცვალე დამოკიდებულება ტაკერის მიმართ. ისინი მეკითხებოდნენ, რა თქვა ასეთი? და მე მოკლედ ვერ უხსნიდი, რა თქვა. ეს არ იყო Nick Fuentes-ივით. იცით, ეს უფრო ბუნდოვანი იყო, უბრალოდ ის ფაქტი, რომ ის ყოველ გადაცემაში ისრაელს ახსენებდა. ეს პირდაპირი განცხადებები არ იყო. და მგონია მას შემდეგ ტაკერი ბევრად უფრო პირდაპირი გახდა. ფიქრობ, მისი ხაბადის კომენტარი იყო რაღაცა ისეთი, რისი თქმაც უკვე აღარ შეიძლება, რომ თითქოს ის მხოლოდ ისრაელზე ლაპარაკობს. ეხლა ის იუდაიზმზე და რელიგიაზე საუბრობს. ფიქრობ, მისი ძმის გამოჩენა სოციალურ მედიაში ისეთია, რომ მისი ძმა ამბობს იმას, რისი თქმაც ტაკერს თავად სურს. და ვფიქრობ, ამას ბევრი ადამიანი ამჩნევს. ამ ყველაფერმა ვფიქრობ, ბოლო 6 თვეში შეცვალა ადამიანების დამოკიდებულება ტაკერის მიმართ, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ ჯერ კიდევ ხვდები ადამიანებს, რომლებიც პროისრაელები არიან, ან თუნდაც ებრაელები, ან ებრაელთა საქმის მიმართ სიმპათიით არიან განწყობილნი ან რამე მსგავს. და მათ არ ესმით რა ხდება ტაკერთან დაკავშირებით. არ ესმით რა მოხდა. ისინი ჯერ კიდევ ბოლომდე არ იცნობენ დეტალებს. და ეს იცით ებრაელ კონსერვატორების პასუხისგებლობაცაა. ჩვენ უნდა ვიყოთ, მე დიდი ხანია ვფიქრობ, რომ უნდა არსებობდეს პროექტი, რომელიც ახსნის რა კავშირია იმასთან, რასაც ტაკერი ამბობს, რადგან ეს ჯერ კიდევ საკმაოდ ბუნდოვანია. ხო, ვფიქრობ, როგორც ადამიანი, რომელიც თავიდანვე იცით, ან თავიდანვე ხვდებოდა, რას აკეთებდა ტაკერი, როგორც მე მიყვარდა თმა, როცა ის Fox News-ზე იყო საღამოს 8-დან 9-მდე. ეს იყო ერთადერთი საათი Fox News-ზე, სადაც სიტყვა ისრაელი არასდროს თქმულა, რადგან ეს იყო თემა, რომელზეც მას უბრალოდ არ შეეძლო საუბარი. და როცა ის წავიდა და თავისი შოუ დაიწყო, მაშინ ყველა შეზღუდვა მოიხსნა. მაგრამ ეს სინამდვილეში საკმაოდ გარდი გადასვლა. ეხლა მინდა გადავიდე იმაზე, რაც აშკარად კვირის ყველაზე დიდი ამბავია. ტრამპმა დაასრულა ომი ირანთან შეთანხმებით, რომლის პირობები ჯერ არ გამოუცხადებიათ, მაგრამ ბევრს გვადარებინებს ამას ბარაკ ობამას ქმედებებთან. როგორ ფიქრობთ, რატომ გადათვიტა ტრამპმა, რომ ფაქტობრივად დაეთმო საკითხი, რომელშიც უკვე ამდენი პოლიტიკური კაპიტალი ჰქონდა ჩადებული და ამ პოლიტიკურ კაპიტალს, ჩემი აზრით, წლის ამ ეტაპზე ვეღარ დაიბრუნებს? და როგორ ფიქრობთ, რას ნიშნავს ეს არა მხოლოდ ისრაელთან ალიანსისთვის, არამედ რესპუბლიკური პარტიის მომავლისთვისაც, როცა ვენსი როგორც ჩანს, ისევ გულისებს მოქმედებს. როგორც ჩანს, ვენსმა ტრამპის გარემოცვაში სულ მცირე ამ ეტაპზე სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოზე გაიმარჯვა. ჯერ კიდევ მოლოდინის რეჟიმში ვარ ამ საკითხთან დაკავშირებით, როცა ამას წერთ შეთანხმების პირობები ჯერ არ გვინახავს. სასაცილოა, იმიტომ რომ საქმე არ არის იმაში, რომ ტრამპის მჯერა. მე არასდროს ყოფილვარ ტრამპის დიდი მხარდამჭერი. მე მხოლოდ ერთხელ მივეცი მას ხმა ბოლოს. მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ბოლოს როცა მას მივეცი ხმა, უკვე ისეთი ადამიანი გავხდი, ვინც მინის ნამსხევებზე ივლიდა. ოღონდ ამ კაცისთვის მიეცა ხმა ბაიდენის წლებში, რაც მოხდა იმის გამო. და ვფიქრობ, საქმე იმაში არ არის, რომ მე ტრამპს ვენდობი თითქოს ის რაღაცას გააკეთებს, ან ისრაელის მხარდამჭერ ნაბიჯებს გადადგამს, სულაც არა. საქმე იმაშია, რომ ვფიქრობ, მას ვერავინ მოატყუებს. მესმის, რომ ახლა ბევრს გონია თითქოს მას ატყუებენ. და უბრალოდ ვერ წარმომიდგენია, რომ ასე დასრულდება ყველაფერი. ესე რომ ეხლა ველოდები და ვაკვირდები. ასე არ არის, მგონია, რომ ხალხი იყოფა პრო-ტრამპად და ანტი-ტრამპად და ასე იქცევიან ყველა საკითხზე. მე ასე არ ვარ. ჩემთვის ეს საერთოდ არ არის ასე. ძალიან ხშირად ადრე შემცდარ ვარ და
კომენტარი გამიგეთებია ისეთ საკითხებზე, რომლებიც ბოლომდე არ იყო შესრულებული, ან ჯერ არ იყო გაკეთებული და უბრალოდ არ მგონია, რომ ისა გამარჯვებას ხელიდან გაუხებს. ასე რომ ვნახავ რა მოხდება. და ნახეთ, მათ ეხლა შეიძლება შეთანხმება ქონდეთ და ივანმა ის შეთანხმება მომავალ კვირას დაარღვიოს და ეს ყველაფერი თავიდან დაიწყოს. უბრალოდ ნახავთ, უნდა ვნახო რა მოხდება. დიახ, ვფიქრობ ეს გონივრული პოზიცია. ვფიქრობ ომის შეჩერება მას შემდეგ, რაც როგორც თქვია, ამდენი პოლიტიკური კაპიტალი ჩაიდო და ასეთი სამხედრო წარმატება იქნა მიღწეული. და იცით, ძირითადი კონტურები ასეთია. ირანი არაფერს თმობს იმ საქმიანობიდან, რასაც ომამდე აკეთებდა. და ის ფაქტობრივად გვერდს უვლის ნებისმიერ იდეას, რომ ამ რეჟიმზე ზეწოლა მოახდინოს, რათა ის დაეცეს. და ვფიქრობ, რომ ეს იცით ხელებს უკრავს, ასე ვთქვათ, ისრაელსა და ლიბანს. ვფიქრობ, აქ ბევრი რამ არის, თუნდაც ყველა დეტალის ცოდნის გარეშე, რაც ნამდვილად ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ის უბრალოდ გვერდს უვლის რაღაცას, რისთვისაც იცით, მას არ ყოფნის მოთმინება. გულისხმობ იმას, რომ ეს სტატია ამ კვირის დასაწყისში დავწერე. ეს არ არის ადამიანი, რომელსაც იცით უყვარს მხისიერი კმაყოფილება. ნამდვილად ასეა. მას სწრაფი გამარჯვებები მოსდოს. მას არ ყოფნის მოთმინება ხანგრძლივი ომისთვის, იცით, სადაც მას ძალიან ეფექტური ბლოკადის გამოყენება მოუწევდა ირანელების შიმშილით და სასუსტებლად. იმიტომ რომ მას არ უნდა გადაიხადოს პოლიტიკური ფასი, რადგან იცით, ეს არ არის ადამიანი, რომელსაც პრინციპების ერთგულება უყვარს. თუმცა ცუდი გარიგებები არ მოსწონს. ცუდი გარიგებები არ მოსწონს და მას არ ხო, სწორია, ეს არის ერთადერთი რამ, რაც მიფიქრია. აი ამას ვამბობ, ხო. აქამდე ასე იყო, მაგრამ იცით, ის ასევე ძალიან ეშინია მსხვერპლის. მას ძალიან ეშინია, იცით, ომის გავრცელების, ვფიქრობ, უბრალოდ ზარალს ამცირებს. და ეს საკმაოდ ცუდია არა მხოლოდ ისრაელისთვის. ვფიქრობ, ეს ცუდია შეერთებული შტატებისთვისაც. და ეს, გულახდილად რო ვთქვათ, ძალიან ცუდია დონალდ ტრამპისთვის. თუ მსოფლიო მას აღარ ეშინია ისე, როგორც აქამდე ეშინოდათ, მაშინ, იცით, ეს მხოლოდ შუალედური არჩევნების შემდეგ არ არის, როცა ის პოლიტიკურად დასუსტებულ ფიგურად იქცევა. მე ვფიქრობ, ეს შეიძლება იყოს ის მომენტი, როცა ის უსარგებლო ძაღლი ხდება. იხვი. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ დონალდ ტრამპი ძალიან კარგად აცნობიერებს, როგორ გამოიყურება ის. და ეს გარეგნობა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასე რომ თუ ეს მას მსოფლიო არენაზე სუსტად წარმოაჩენს, შეიძლება წარმოიდგინოთ, რატომ დააბრუნებდა უკან. და ვიცი, ხალხი ამბობს, მაგრამ ეს შეთანხმებაა. კარგი, მაგრამ ასეთი შეთანხმებები ხშირად იშლება და თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეთანხმებაც დაიშლება, იცით, არც ისე შორეულ მომავალში. ეს ფაქტია, რომ ირანელები არაფერზე შეასრულებენ სიტყვას. ხო, სწორია. ასე რომ არა, რომ არ ვიცი, უბრალოდ არ მგონია, რომ ეს ისეთი დიდი საქმეა, რომ ხელი მოვაწერეთ ქაღალდს. უნდა დავეღოდოთ რა მოხდება. კიდევ ერთხელ, მინდა ვნახო პირობები. ის ფაქტი, რომ ისინი არ გამოუშვეს, ეს ძალიან დიდი მინუსია ადმინისტრაციისთვის. ამან საშუალება მისცა ყველანაირ ჭორს ინტერნეტში ფართოდ გავრცელებულიყო და რაც უფრო დიდ ხანს აჭიანურებენ იმის თქმას, რა წერია რეალურად ამაში, მით უფრო უარესდება მათთვის სიტუაცია. რადგან ეს ამბები ძალიან რთულია უკან დააბრუნა. ხალხი ყველაზე უარეს ვარაუდობს და მე ნამდვილად არ ვადანაშაულებ მათ. ხო, და ვფიქრობ, ვარაუდი რომ იცით, ის მზად იქნება ომში დასაბრუნებლად, თუ ირანი იცით, წითელ ხაზს გადაკვეთს უბრალოდ, იცით, რომ არ გამოვიყენო ბარაკ ობამას ეპოქის ბრაზა. არ ვიცი. ანუ, თუ ის მზად იყო ომის გასაგრძელებლად, ჩემი აზრით უბრალოდ უნდა გაეგრძელებინა ომი. მაგრამ შეგვიძლია ამაზე აღარ ვისაუბროთ. მინდა რამდენიმე წუთით ჩვენს ჟურნალისტიკის პროფესიაზე გადავიდე. და მინდა ცოტა ვისაუბრო იმაზე, რომ იცით, ბოლო დროს ბევრი ყურადღება მიექცა ცვლილებებს 60 წუთში და CBS-ში. ბარი ვაისმა გადაიბარა, როცა მის მიმართ ყველაზე მეტი კრიტიკა იყო. გვეუბნებიან უფრო მეც იმის შესახებ, თუ როგორ არიან იქ აშკარად მიკერძოებული ლიბერალი ჟურნალისტები, როგორიცაა სკოტ პელი, სრულიად გაუცნობიერებელი საკუთარი მიკერძოებულობის შესახებ. მაგრამ გონი, იცი, ჩემთვის საინტერესო კითხვა არ არის ის, რას ფიქრობ სკოტ პელიზე, რომელსაც როგორც მახსოვს დილან ბაიერსმა შუახნის მაკიაჟიანი კაცების დედა ტერეზა უწოდა, რომლებიც ტელეპრომპტერიდან კითხულობენ ტექსტს. მაგრამ ფიქრობ, რომ მას აქვს შანსი შეცვალოს ის არხი, ან CNN-ი თუ ისიც მის კონტროლქვეშ გადავა. მერჯერების შემთხვევაში, რომ გახადოს ნაკლებად მემარცხენე და უფრო ხელმისაწვდომი მთელი ქვეყნისთვის. ისე რომ არ გაათავისუფლოს ყველა, ვინც იქამდე მუშაობდა. კარგი, არ ვიცი, რატო არ გავათავისუფლოთ უბრალოდ ყველა, ვინც იქამდე მუშაობდა. მაგრამ კი, დიახ, მე მჯერა ბარი ვაისის. მე ვფიქრობ, რომ მან შესანიშნაო დაჩვენა ქვეყანას, როგორი შეიძლება იყოს ახალი მედია. მე Free Press-ის გამომწერი ვარ. მე ვარ გამომწერი თავიდანვე. მას შემდეგ რაც დაიწყო, დამოვიწყდა რა ერქვა, მაგრამ სხვა სახელი ქონდა, ხო?
ეს შესანიშნავი ვებგვერდია. ეს არის კარგად გაკეთებული, კარგად დაწერილი ჟურნალისტიკა, რომელსაც ადამიანები იწერენ. გამომწერის მოდელი იმდენად უცნაურად და არარეალურად მიიჩნეოდა, მაგრამ მან ეს შეძლო. ეხლა კი გვაქვს ტელევიზია, რომელიც ყველა ჩვენს ტელევიზორზეა ხელმისაწვდომი უბრალოდ ტელევიზორის ქონით და მას შეუძლია ამით ბევრი რამ გააკეთოს. მიიღებს კი ის ამ შესაძლებლობას. ეს არის ერთადერთი კითხვა. დაუშვებენ თუ არა CBS-ის ხელმძღვანელები, რომ მას სრული მოქმედების თავისუფლება ჰქონდეს. უნდა დაუშვან. მათ დასაკარგი არაფერი აქვთ. ეს ინდუსტრიისთვის უკვე დიდი ხანია, რაც დაღმავალი სპირალია. მე ვფიქრობ, თუ ვინმე შეუძლია ეს დააბრუნოს, ეს ბარი ვაისია. მიახვეთ ახმები. ანუ ის გენიუსი მეწარმეა. და კითხვა არის, ხომ გესმის რატომ? ხომ გესმის რატომ არ გააკეთა ეს ვინმემ, ვინც იქ მუშაობდა? ერთ-ერთ მათგანში ხო გესმის, ვინც ერთ-ერთ ამ ქსელს აკონტროლებდა, რატო არ მივიდა იმავე დასკვნამდე, როგორც როჯერ აილზი და რუპერტ მერდოკი 30 წლის წინ Fox News-თან დაკავშირებით, სადაც ჩარლზ კრაუთჰამერის ცნობილი ფრაზაა. იქ სადაც მათ აღმოაჩინეს ბაზრის დაუკმაყოფილებელი ნიშა, რომელიც ამერიკელი ხალხის ნახევარს წარმოადგენდა. სწორია. CBS-საც შეეძლო იგივე გაეკეთებინა, რომ მოენდომებინათ. ხო, იცი ვიტყოდი, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კონსერვატორებს უბრალოდ ის უნდოდათ, რომ ჰიად არსულებოდათ. არც კი მგონია, რომ მათ აუცილებლად კონსერვატიული პროგრამები სჭირდებოდათ. ფიქრობ, სწორედ ამას ცდილობს ბარი CBS-ზე, რომ ეს შოუ მხოლოდ მემარცხენეებისთვის არ იყოს. ეს არ შეგაწუხებს. ეს არ იქნება შეურაცხყოფელი თქვენი მხარისთვის. და სწორედ ეს არის თავარი. ხო. კიდევ ერთხელ ვფიქრობ, ჯერ კიდევ გაურკვეველია, იმდენად არის თუ არა ამ კორპორატიული მედია საშუალებების კულტურა ასე ღრმად ფესვ გადგმული. იცი, ეს ისეა, თითქოს ძალიან დიდი ამბავია, რომ მან რამდენიმე პროდიუსერი გაათავისუფლა. იცი ვის აინტერესებს, ვინ იყვნენ პროდიუსერები 60 Minutes-ში და მართალია. იცი მერე ვის აინტერესებს Scott Pelley, თითქოს ის იყო ვინმე. იცი, ეს შოუ წარმატებული გახდა იმიტომ, რომ NFL-ის შემდეგ გადიოდა ეთერში. ხომ ასეა? ხო, ეს იყო ერთადერთი დრო, როცა ვინმე მოყურა მას. ხო. კი. და რა რეიტინგებია, როცა იცი, როცა შემოდგომა არ არის. ხო და იცი, გიკვირს, რატო არის ეს ესეთი რთული თხონა, მაგრამ ეს მართლა რთული თხონა. იმიტომ რომ ამ ყველაფრის მფლობელები, იცი, ისინი ამ დიპლომიანი ელიტების ნაწილია. სადაც ეს არის, იცი, ეს ბრუნდება იქიდან, საიდანაც დავიწყეთ, იცი, ანუ რამდენად რთულია ლიბერალებისთვის იმ კულტურას დაუპირისპირდე, რომელშიც ცხოვრობ. ხო, ანუ შეხედე სტივენ კოლბერის მიმართ რეაქციას. მისმა შოუმ წელიწადში მილიონობით $. დაკარგა. ძალიან ცოტა ადამიანი უყურებდა მას. ის სრულიად არამხიარული გახდა, უკიდურესად პოლიტიკური და ძალიან გაბრაზებული. და მაინც მისი გათავისუფლება აღიქვეს როგორც პირველი შესწორების საუნდარღვევა. ფიქრობ, მემარცხენეები ძალიან კარგად ახერხებენ ასეთი საკითხების გაშუქებას. და ეს ხდება Scott Pelley-თან, ეს ხდება მთლიანად Bari Weiss-თან, იცი CBS News-ის მართვასთან დაკავშირებითაც, რომ ადამიანებმა, რომლებიც მის წარუმატებლობას ისურვებდნენ, იპოვეს გზა, რომ მოყვნენ ისტორიები, ისე თითქოს ის მართვაც მართს განიცდის. და ნახოთ რა მოხდება ამასთან დაკავშირებით, მაგრამ კიდევ ერთხელ მე Bari Weiss-ის წინააღმდეგ არ ვიქნები. ხო, არც მე დავდებდი ფსონს მის წინააღმდეგ, მაგრამ ნახოთ. არ მენდოდა, რომ გადაცემაში მიგიღე მონაწილეობა ისე, რომ არ მეკითხა შენთვის იმ სვეტზე, რომელსაც ყოველ წელს ამ დროს წერ. COVID პანდემიის წლის თავთან დაკავშირებით და იმაზე, თუ როგორ უღალატეს ჩვეულებრივ ამერიკელებს ლიბერალურმა ელიტებმა, სამედიცინო ისტებლიშმენტმა და მთავრობამ. უმეტესობა ამ ყველაფერი, რაც 2020 წელს და შემდეგ წელს მოხდა, ჩაკარგა ორუელის სეულ მეხსიერების ხვრელში. ლოკდაუნები და სხვა საკითხები, რაზეც ელიტებმა მოგვათუეს. მაგრამ შენ მტკიცედ გაქვს გადაწყვეტილი, რომ ეს არ დაუშვო. ხო, გონია, რომ ჩვენ საზოგადოებას რამე ასწავლა იმ ფიასკომ. და რატო აღარ არიან უფრო მეტი ადამიანი ამის გამო აღშფოთებული? ასე რომ ვიტყვი ამას, მე კიდევ ერთ პოდკასტს ვაკეთებ, რომელსაც ქვია ნორმალურად, მერი კეთრინ ჰემთან ერთად. ჩვენ გვაქვს სეგმენტი, რომელსაც ქვია ჯერ კიდევ გაბრაზებული ხარ ძმაო, იმ საკითხებზე, რომლებზეც ჯერ კიდევ გაბრაზებულები ვართ და COVID-ი ის თემაა, რაზეც ყველაზე ხშირად ჯერ კიდევ გაბრაზებულები ვართ ძმაო. ეს უბრალოდ ის იყო, რასაც ვერ შევეგუე. და ჩემი შვილები მშვენივად გამოვიდნენ ამ ყველაფრიდან. მე ისინი ფლორიდაში გადავიყვანე, ისინი სკოლაში დადიოდნენ, მაშინაც კი როცა ნიუ-იორკში სკოლები დახურული იყო. მაგრამ იცი, შენ ისაუბრე, ჩვენ ვისაუბრეთ JD Vance-ზე და ამერიკის მუშათა კლასზე. მე ბრუკლინის ღარიბი უბნიდან ვარ. მე გავიზარდე ისეთ ადგილას, რომელიც საშიში იყო და იცი, არც ისე კარგი.
და იქ ბევრი მეგობარი მყავდა და ეხლაც მყავს და ვხედავდი რა ემართებოდათ ბავშვებს, რომელთაც მშობლები ვერ მიყავდათ ფლორიდაში და ვერ იღებდნენ იმ მომსახურებას, რაც სჭირდებოდათ. და ამას ვერასდროს ვაპატიებ და ვერ დავივიწყებ. ვფიქრობ, ეს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რადგან მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ იგივე გააკეთონ. ჰანდას ვირუსი ხომ სულ რამდენიმე თვის წინ გავრცელდა. და რა თქმა უნდა, პირველი რაც უნდა გავაკეთოთ არის ის, რომ არ დაუჯეროთ არაფერს, რასაც ისინი ამბობენ, არ დაუშვათ, რომ ეს კიდევ ერთ კოვიდად გადაიქცეს, რადგან ეს ძალიან მარტივად შეიძლება მოხდეს და სამწუხაროა, რომ ეს ნდობის ნაკლებობა, ნდობის დაკარგვა კოვიდის დროს მოხდა, რადგან ფიქრობ, ამას ბევრი უარყოფითი შედეგი მოჰყვება. მაგრამ მინდა რომ ხალხმა დაიმახსოვროს, რა გააკეთეს და რომ სკოლები კოვიდმა არ დახურა. ეს ადამიანები იყვნენ. ეს იყო პროფკავშირები, რომლებმაც სკოლები დახურეს, ეს იყო რეაქცია კოვიდზე, ეს ვირუსი არ იყო. რაც არ უნდა ყოფილიყო, ის ლიბერალური ომები, რასაც ახლა ვხედავ. რაც არ უნდა ყოფილიყო ზუსტად. ზუსტად. ეს იყო რაც საჭირო იყო რომ ეთქვათ. და მინდა რომ ხალხმა ეს დაიმახსოვროს და მე ამას არასოდეს დავივიწყებ. დიახ, არც არავინ უნდა დაივიწყოს, მაგრამ მაინც უმეტესობა ხალხისა, უბრალოდ ამაზე არ ლაპარაკობენ. საერთოდაც არა. გულისხმობ, იცი, ჩვენ, დემოკრატები ძირითადად უნდათ, რომ 6 იანვარი კიდევ ერთ ეროვნულ დღესასწაულად აქციონ. მათ არასდროს უნდათ ამის დავიწყება. ეს მათთვის სამოქალაქო ომის დროინდელი სისხლიანი პერანგის მსგავსი პოლიტიკური თემა. მაგრამ ჩვენ ყველა მუდამ ავაფრიალოთ ეს სისხლიანი პერანგი იმის გამო, რაც კოვიდის დროს მოხდა. ეს იცით, ბავშვები ამას სამუდამოდ ატარებენ, ისე როგორც დეპრესიის დროის ბავშვები ატარებდნენ თავიანთ ტრავმებს მომდევნო 80 წლის განმავლობაში. ისინი ამას გააკეთებენ. და ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც პირბადით დადიან, დიახ. რას ყველაზე აშკარა მტკიცებულებაა იმისა, თუ როგორ იცით ეს მასობრივი, ასე ვთქვათ, მორალური პანიკა. მასობრივი ილუზიების გადაწყვეტა ხომასეა, უბრალოდ შეაღწია ჩვენს კულტურაში. და იცით, ეს გახდა სუპერ, მე ვფიქრობ, ეს რაღაცა ცურწმენას გავს, მაგრამ ხალხი მაინც ჯერ კიდევ სჯერა ამის. დიახ, სინამდვილეში ასია, მე ამას ხშირად ცრურწმენას უწოდებდი კოვიდის წლებში, რადგან ვამბობდი, ნახეთ, შეგიძლიათ ატაროთ ნიღაბი. მე ხეს ვაკაკუნებ, ხარზე ვიფურთხებ, გააკეთეთ რაც გინდათ. უბრალოდ სხვებს ნუ აიძულებთ ამას. მე არ გაძალებთ ხეზე დააკაკუნოთ, როცა რაღაცას ამბობთ, რაც არ გინდათ რომ ახდეს. მოდით, ჩვენი ცრურწმენები ჩვენთვის შევინახოთ. ხო, უბრალოდ სიგიჟეა, მაგრამ მაინც არსებობს. ღმერთმა დაგვიფაროს, კიდევ რაიმე ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობა რომ მოხდეს. ჩვენ ისევ იმავე ბრძოლებს ვიბრძოლებთ, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ბევრი ადამიანი ამას ისევ მიიღებს. როგორც იქნა ბოლო, ჩემი ბოლო კითხვა შენთვის და 4 ივლისიც თითქმის მოვიდა. დაკითხვა, ამერიკის 250 წლის იუბილესთან დაკავშირებით, რომელსაც საკუთარ თავს უსვამ, არის ის, რატომ არ აღინიშნება ეს სესკვიცენტენარი უფრო ორპარტიულად. პრობლემა მხოლოდ ტრამპის ეგოიზმი და საეჭვო გემოვნებაა თაღებსა და სხვა საკითხებში ვაშინგტონში. თუ პრობლემა ენთუზიაზმის ნაკლებობა. იცი, მე იმდენად ასაკში ვარ, რომ მახსოვს ბიცენტენარი, რომელიც სრულიად განსხვავებული იყო. შენ ჩემზე ცოტა ახალგაზრდა ხარ, შენ არ გახსოვს. მაგრამ იცი, ენთუზიაზმის ნაკლებობა უფრო იმის შედეგია, რომ პოლიტიკური მარცხენა შთანთქა ტოქსიკურმა იდეოლოგიებმა, როგორიცაა კრიტიკული რასის თეორია და სახლებრივი კოლონიალიზმი, რომლებიც ანტისემიტიზმისთვის ნებართვის მიცემასთან ერთად გულისხმობენ ამერიკის ღრმა სიძულვილს და რწმენას, რომ ის არ არის კარგი და უნდა დაინგრეს, ვიდრე ავინიშნოს. მართლა ეს ხდება ეხლა? დიახ, მეორეა. ნახე, ისინი ყველაფერს ტრამპს დააბრალებენ, მაგრამ საქმე ტრამპში არ არის. ნიშნულობა არ ექნებოდა, რომელი რესპუბლიკელი პრეზიდენტი გვეყოლებოდა ახლა, ან თუნდაც დემოკრატი ყოფილიყო. დამავიწყდა მისი სახელი, მაგრამ New York Times-ის სარედაქციო საბჭოს წევრი, რომელმაც თქვა, რომ Long Island-ზე ამერიკის დროშები და ეს ბაიდენის ადმინისტრაციის დროს იყო, საშინლად შეაშინა. ეს ტრამპზე არ არის. საქმე იმაშია, რომ ჩვენ გვაქვს ყველაზე დიდი ქვეყანა, რაც კი ოდესმე არსებობდა და მოსახლეობის დიდი ნაწილისგან არანაირი დაფასება არ არის. და კიდევ ერთხელ გეტყვით, ეს ყველაფერი აღზრდაზე მოდის. იციან თუ არა თქვენ შვილებს, რომ ისინი ყველაზე იღბლიანი ადამიანები არიან. ვინც კი ოდესმე უცხოვრია, რადგან ამ ქვეყანაში ცხოვრობენ. და თუ პასუხი არაა, მაშინ სახლში დაბრუნდით და ასწავლეთ თქვენ შვილებს ეს, რადგან ისინი მართლაც ასეთები არიან და ეს ქვეყანაც ასეთია. იცით, ივლისში მე ასევე აღნიშნავ ჩემს America Versars, იმ დღეს, როცა დედაჩემთან ერთად ამერიკაში ჩამოვედი, 20 ივლისს ყოველ წელს ამაზე ვწერ სტატიას. არც ერთი დღე არ არის, რომ არ ვიგრძნო თავი იღბლიანად და კურთხეულად. და არ ვიფიქრო იმაზე, რომ ჩემი ცხოვრება სულ სხვანაირი შეიძლებოდა ყოფილიყო. შეიძლებოდა საბჭოთა კავშირში გავზრდილიყავი.
და მაინც მე არა მხოლოდ ამერიკაში ცხოვრობ. ცხოვრობ ყველაზე თავისუფალ შტატში. მყავს 3 შვილი, რომლებიც ძალიან თავისუფლები და საოცრები არიან და ვფიქრობ, რომ არაფერია ცუდი თუ ამაზე ემოციურად ვილაპარაკებ. მე სრულად ჩავერთები 4 ივლისის აღნიშვნაში. თუ ჩემს გვერდით იქნები ამ 250 წლის იუბილეზე, ძალიან პატრიოტული და ემოციური ვიქნები. და არ მადარდებს ვინ დაინახავს ამას. წითელი, თეთრი და ლურჯი. ხო, მაისურებიც კი გავაკეთე, ანუ მზად ვარ. კარგია, გილოცავ. ვფიქრობ ეს მნიშვნელოვანი საკითხია. და უფიქრობ, ეს ის თემაა, რომელიც არ უნდა გამოგრჩეს, რადგან პატრიოტიზმი შეიძლება მოდიდან იყოს გასული, განსაკუთრებით ასე ვთქვათ, ელიტებში და ლიბერალურ კულტურაში. ხო. მაგრამ ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყანაში დავიბადეთ თუ ჩამოვედით, ჩვენი თავისუფლებები, რომლებიც სერიოზულ საფრთხეშია ჩვენი პოლიტიკური კულტურის ცვლილებების გამო, აუცილებლად უნდა დავიცვათ. და ვფიქრობ, ამ ქვეყანაში გამყოფი ხაზი სწორედ იქ გადის, სადაც ადამიანები ღიად გამოხატავენ პატრიოტიზმს. და იქ, სადაც ისინი თამაშებზე ჰიმნს მღერიან და როგორ რეაგირებენ პატრიოტიზმის ღია გამოხატვაზე. და იცი, არ უნდა ფრცხვენოდეს, რომ მას ვაკეთებთ. რა თქმა უნდა, ჩემს ახს ადვილად იპოვი, გარეთ ამერიკის დროშა მაქვს გამოფენილი. კარგი, ძალიან კარგი. კარგი, ქერო, დიდი მადლობა, რომ დღეს შემოგვიერთდი. როგორ შეუძლიათ ჩვენს მაყურებლებს და მსმენელებს შენი საქმიანობის თვალყურისდევნება? X-ზე უბრალოდ Carol Markowitz-ი ვარ. მე ვწერ რეგულარულ სვეტებს New York Post-ში და Fox News-ში. და მაქვს 2 პოდკასტი, Carol Markowitz-ის შოუ და ნორმალურად. შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ისინი ყველგან, სადაც პოდკასტებს უსმენთ. შესანიშნავია. ასევე გვინდა მადლობა გადაუხადოთ ჩვენს აუდიტორიას. გთხოვთ, არ დაგავიწყდეთ, ყოველდღე მოусმინოთ Jonathan Tobin-ის Daily Editions, რომელსაც შეგიძლიათ მოусმინოთ ყველგან, სადაც პოდკასტებს იღებთ. და არ აქვს მნიშვნელობა, გვისმენთ ერთ-ერთ მათგანზე, თუ გვიყურებთ პირდაპირ ეთერში, Facebook-ზე, X-ზე ან JNS-ის YouTube არხზე. გთხოვთ, მოიწონოთ ან გამოიწეროთ JNS. დააჭირეთ ზარის ხატულას შეტყობინებების მისაღებად და დაგვიტოვეთ კარგი შეფასებები. გთხოვთ, მოგწერეთ მისამართზე thinktwice@jns.org და გვაცნობეთ, სად უსმენთ ან უყურებთ გადაცემას და რას ფიქრობთ მასზე. და გახსოვდეთ, განაგრძეთ კითხვა და დამოუკიდებლად ფიქრი. შევხვდებით მომავალ კვირას.